გამარჯობათ მეგობრებო, სულად ახლა ჩაირიცხა 100 ლარი გვენცაძე ამ ირანისგან. ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანს და ახლა მივიდეო სულად რომ ვიყიდო 100 ლარის ძაღლების და კატების საჭმელები. წავედით. ცეგი ვიყიდე ძაღლის და კატის საჭმელები. ეს ძაღლის საჭმელი უკვე გავხსენი და ქუჩაში ერთი ცუგო შემხვდა და იმას დავუყარე ცოტა. აქ არის და გაჩვენებთ ახლა. აი ასეთი გემრიელობები. და კიდევ კომენტარი მინდა გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რამოდენიმე დაწერა კომენტარებში, რომ რა ძაღლებს მოახმარსო, ესო თავის თავს მოახმარსო. ანუ, ხო ახლა უნდა დავდგე და ეს ყველაფერი დავაგემოვნო. ანუ რა მაინტერესებს ხალხო მართლა. აი ღმერთმა ისე არ გამაჭიროს, რომ მართლა აი 20 ლარი და 10 ლარი გამიხდეს ვიღაცისთვის ათხოვნელი, რომ რაღაც გამოვიკვებო და არ გამოვიკვებო სიტყვაზე ძაღლი, ხო? აი არ მესმის ასეთი ხალხის აი რა დონის ბოროტი ადამიანი უნდა იყო და ბოღმიანი და შურიანი, რომ აი ძაღლის საჭმელისაც კი შეფშულდეს. დიდი მადლობა ამ ადამიანს კიდევ ერთხელ და ასეთ ადამიანებს და ვინც აი ასეთ ბოღმიან კომენტარებს დაწერს და ასე შემდეგ, არ ვიცი, ნუ თქვენთვის პასუხი მე უკვე აღარ მექნება და დროს არ დავხარჯავ თქვენთვის პასუხისთვის, ასე რომ წარმატებები თქვენ და უშექშურდებათ, თუ გინდათ მოდით და თქვენს გაჭმევთ ძაღლის საჭმელს, ოკეი? მაგრამ ბევრი ძაღლი გჯობიათ თქვენ. თქვენაირ ვითომ ადამიანებს. წარმატებები.